20 მაისს მე-12 კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა. ბავშვები სკოლას და პედაგოგებს დაემშვიდობდნენ. ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ეს ემოციური დღე მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ, უხარიათ და გულით წყდებათ. ყველა მე-12 კლასელს ვილოცავ სკოლის დამთავრებას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ცხოვრებაში. ძალიან მიხარია სკოლის დამთავრება, მაგრამ ერთი მხრივ მეტირება კიდევაც, იმიტომ რომ ჩემს კლასელებს, ჩემს მასწავლებლებს ვეღარ მოვეფერები. ეს განწყობა მაინც ბოლო ზარია, მე-12 კლასი ისავრ 12 წელი და გამოდიხარ ახლა და ამთავრებ. განწყობა თავისთავად უნდა იყოს, რაც არ უნდა სიტუაცია იყოს, გინდა ქალაქ ამიდიც გვიწყობს ხელს. და რა ვიცი, ვართ ახლა ბავშვები, ყველანაირად ვირთობით, ახლა ბოლო ზარზე თავისთავად ხეიფსაბიოთ რაღაც და კარგი განწყობაა რა, ზოგადად. მიხარია, იმიტომ რომ ახალ ეტაპზე გადადიხარ, ახლა სტუდენტი უნდა გახდე, იქ თავისთავად უფრო სხვა ამბიციები გიშდება და რაღაცა და მაგრამ ახლა თავისთავად მოგენატრება რა სკოლას. თიკო ცუცკირიძე ამ დღეს მოუთმენლად ელოდა. ის ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობს, თუმცა დღეს ბოლო ზარისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა და ამ ემოციურ დღეს მეგობრებთან ერთად შეხვდა. ძალიან მიხარია სკოლის დამთავრება, მაგრამ თან გულიც მწყდება, იმიტომ რომ ვეღარ ვნახავ კლასელებს, მეგობრებს, მაგრამ ამ დღისთვის ვემზადებოდ ძალიან სულ ვოცნებობდი, რომ ჩემთვისაც დაეწერათ და ამის გულისთვის ჩამოვედი უცხოეთიდანაც კი. პედაგოგებმა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლა მიულოცეს. 2012-2013 წლის კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა. კიდევ ერთი კურს დამთავრებულები გავლენ ცხოვრების დიდ გზაზე. მინდა გზა დაულოცო მათ, უსურო წარმატებები, მშვიდობიანი ბედნიერი ცხოვრება ქონებოდეთ და ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც მათ დასახული აქვთ. მერთი იყოს მათი მფარველი. საქართველოს ყველა წლევანდელ კურს დამთავრებულს ვუსურვებ ვულოცავ დღევანდელ მღელვარე დღეს, ვუსურვებ მათ ღვთის დიდ წყალობას, ღვთისმშობლის მფარველობას და ყველა მათი მფარველი ანგელოზების მეოხებას ღვთის წინაშე. განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს მე-12 კლასს, ვეფერები მათ. ჭიათურის განათლების რესურს ცენტრის დირექტორის ნუგზარ მიროტაძის ინფორმაციით წელს სკოლა 600-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა. დარეგისტრირებულ პირველ კლასელთა რიცხვი კი 250-ია. 600 მე-12 კლასელი ამთავრებს წელს სკოლას. მინდა მიულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე მათ ცხოვრებაში და წარმატებები უსურვო მომავალ ცხოვრებაში. მათგან უმეტესობა აბიტურიენტად არის დარეგისტრირებული და მჯერა რომ წარმატებით ჩააბარებენ მისაღებ გამოცდებს. მანამდე გადასალახი აქვთ საატესტატო გამოცდები, რომელიც ნაწილმა ჩააბარა 4 გამოცდა ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიაში და დარჩა 4 გამოცდა, რომელსაც იმედია წარმატებით ჩააბარებენ. ის სავალალოა, რომ ჯერჯერობით 250-მდე პირველი კლასელია დარეგისტრირებული. შარშან იყო 359 და შარშანწინ იყო 484. იმედი მაქვს, რომ დარეგისტრირდებიან ჯერ კიდევ არის დრო, 15 სექტემბრამდე აქვთ დარეგისტრირების ვადა, რომ იმედია, რომ გაიზარდოს პირველ კლასელთა რიცხვიც. ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სკოლის დამთავრების დღეს უფროს კლასელები ქალაქის ქუჩებში დასეირნობდნენ, სამახსოვრო სურათებს იღებდნენ და ერთმანეთის პერანგებზე მისალოც წარწერებს ტოვებდნენ. ნაწილმა სკოლის დამთავრება 17 მაისს აღნიშნა.